ნიადაგით იწყება ყველაფერი. საერთოდ ბიომეურნეობაში თუ ნიადაგზე არ არის მოყვანილი პროდუქტი, ის ბიოთ არ ითვლება. არავით არის ბიოჰიდროპონიკა, მაგალითად ეგეთი რამ არ არსებობს, ხო? ნიადაგი არის ყველაფრის საფუძველი. თუ ჩვენ შევხედავთ ნიადაგი ვიღაცა შეიძლება ეგონოს რაღაცა მკვდარი მასა და რაღაცა ინერტული მასა. ნიადაგი ყველაზე უფრო ცოცხალია. ჰაერთან შედარებითაც და წყალთან შედარებითაც ნიადაგში ბევრად უფრო მეტი სიცოცხლეა. ჩვენ თუ ნიადაგს ავიღებთ, გავკვეთავთ და შიგნით ჩავიხედავთ, იქ დავინახავთ უამრავ საინტერესო საოცარ მოძრაობას, ხო, რომელიც როგორც იტყვიან, ბაქტერიებიდან დაწყებული სხვადასხვა ჭიებით და სხვადასხვა ჭიაყელებით დასავლებული არსებობს. ნიადაგი ცოცხლობს, მოძრაობს, სუნთქავს, აქტიურია ყოველთვის. და ჩვენ იმის მაგივრად ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ჩვენ ამ პროცესებს ვაფუჭებთ, ვაზიანებთ. როგორც კი ჩვენ ავიღებთ და ქიმიურ საშუალებას, მაგალითად, რომელიმე პესტიციდს ან ჰერბიციდს, ხო, ბალახის გასანადგურებელ ჰერბიციდს დავასხავთ ნიადაგზე, აი ეს ცოცხალი მასა, რომელიც შიგნით მოძრაობს, არსებობს და ჩვენ გვეხმარება, რომ ნიადაგში ნაყოფიერება შენარჩუნდეს, აი ეს განადგურდება მთლიანად. ანუ მკვდარი გახდება. აღნიშნოთ, რომ ეს ერთჯერადად გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ მეორეს ნიადაგი გაცოცხლდება და უკვე კარგად იქნება. ერთჯერადად გამოყენება რა წლების მანძილზეა ეს პესტიციდი ორგანიზმში ნიადაგში დარჩენილი და ესე არ ხდება, რომ დღეს დავასხი და ორ კვირაში გამოვიდა და პირიქით შეიძლება ორ კვირაში ნახევარდაშლის პერიოდი გაიაროს, მაგრამ იქ ისეთი ნივთიერებები წარმოიშვას, რომელიც უფრო ვარესი იყოს, ვიდრე თავიდან შეტანილი პირველადი ნივთიერება, ხო? ამიტომ, როდესაც სანამ დავასხავთ რაღაცა შხამს და უბედურებას ნიადაგს, მანამდე უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ. ნიადაგს ამას რომ დავასხავთ, იქ ყველაფერს მოვსპობთ. გარდა ამისა, ეს ყველაფერი მერე ჩაედინება ქვემოთ ჩადის, ხო? ჩაედინება იმ წყლებში, რომელსაც მერე ჩვენ სასმელად ვიყენებთ, ხო? ხშირად მინახავს იგივე განსაკუთრებით დასავლეთში სიმინდი დათესილია, შუაში ჭაარი, გარშემო ყრიან ამ ქიმიურ სასუქს, მერე იმ ჭიდან წყალს იღებენ და სასმელად იყენებენ. აბა როგორ შეიძლება, ხო? რომ ამ წყალმა ჩვენ მერე არ გვაწყინოს და არ გვავლოს. ამიტომ სანამ ქიმიას გამოვიყენებთ, მანამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ. ჩვენი მამაპაპა როგორ არსებობდა კაცო? სად იყო ქიმია, ხო? არ არსებობდა არავითარი ქიმია. ისინი ძირითადად იყენებდნენ გადამწვარ ნაკელს, ხო? იყენებდნენ ნაკელში ურევდნენ ფოთლებს, ხო, ნარჩენებს. ასე შეგიძლიათ დაამზადოთ სახლის პირობებში კომპოსტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება, არ არის ძალიან მარტივი პროცედურა. ყველაფერი რაც კი სამზარეულოში რჩება ანარჩენი, ხო? რაც არის ორგანული, ამავდროულად ფოთლები ჩამოყრილი, ეს იქნება ნამჯა თუ რაც კი რამე ანასხლავები, ყველაფერი ერთმანეთში ირევა და უნდა დარჩეს მე ეს გარკვეული პერიოდი, მე ხა დეტალებზე არ ვისაუბრებ, ამაზე შეიძლება ცალკე ვისაუბროთ და შემდეგ აქედან მივიღებთ საუკეთესო შავ მიწა ნიადაგს, ასე ვთქვათ, რომელსაც გამოვიყენებთ ყველაფრისათვის, რაც კი ჭირდება, დასარგავი იქნება, ეს ბოსტანი იქნება თუ ხილი იქნება. ნიადაგს ჭირდება გაფრთხილება. ჩვენ ფაქტიურად პირდაპირ ესე უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანი საკვებად იყენებს მიწას.